როგორც ხედავთ, მოცემული გვაქვს 3 რიცხვი A, C და B და მაინტერესებს ახლა აი ამ 4 უტოლობიდან რომელი არის ჭეშმარიტი და რომელია მცდარი. და მოდი ვნახოთ, შევაფასოთ აი ამის მიხედვით. პირველი ასამბლს, პირველი ამბობს, რომ A ნაკლებიაო B-ზე. ახლა შევხედოთ. A, როგორც ხედავთ, არის უფრო მარცხნივ ვიდრე B, რიცხვით ღერძზე. და რიცხვით ღერძი ჩვენ თავიდან ისე შევადგინეთ ზოგადად, რომ რაც უფრო მარჯვნივ მიდიხარ, მით უფრო იზრდება რიცხვი, ხო? ამიტომ რადგან A უფრო მარცხნივაა ვიდრე B, ესე იგი ამ მართლაც არის ნაკლები B-ზე. შესაბამისად, ეს ნამდვილად მუშაობს, ნამდვილად კარგი ვარიანტია. A ნამდვილად ნაკლებია B-ზე. მაშინ გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ამბობს ასეთ რამეს. A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა მეტია B-ს აბსოლუტურ მნიშვნელობაზე. და მოდი ვნახოთ. A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა რა იქნება? ზოგადად არა არის. A არის 1, 2 და 3 დანაყოფით მარცხნივ 0-დან. ანუ რაღაც რიცხვია, რომელიც არის 3 დანაყოფით მარცხნივ 0-დან. და აბსოლუტური მნიშვნელობა მე მეუბნება უბრალოდ მანძილს 0-დან. მანძილი ყოველთვის არის დადებითი. ამიტომ მე თუ მაინტერესებს აბსოლუტური მნიშვნელობის აღნიშვნა რიცხვით ღერძზე, ეს ყოველთვის იქნება 0-ს მარჯვნივ, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა მითხრას მანძილი რა არის. ახლა რადგან A-ს აბსოლუტურ მნიშვნელობაზე საუბარი, A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა იქნება უბრალოდ 0-დან დაშორებული იმავე მანძილით, რითაც A არის, ოღონდ საპირისპირო მხარეს, იმიტომ რომ A უარყოფითია. ესე იგი, რადგან A არის მარცხენა მხარეს, ასე ვთქვათ, დაშორებული 3 დანაყოფით, A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა იქნება მარჯვნივ ასევე 3 დანაყოფით. ესე იგი, გამოდის რომ A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა იქნება აი აქ. ეს იქნება A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა. რატომ? იმიტომ რომ 1, 2 და 3 ზუსტად 3 დანაყოფით არის, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქედან აქამდე მანძილი და აი აქედან აქამდე მანძილი არის ერთი და იგივე. ესე იგი, C-ს ემთხვევა A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა. იმიტომ რომ, C-ც არის დაშორებული 3-ით. ახლა აბსოლუტური მნიშვნელობა B-ს რა იქნება? რადგან B დადებითია, B და B-ს აბსოლუტური მნიშვნელობა დაემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ B არის დაშორებული 0-დან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 დანაყოფით და დადებითი რიცხვი რადგანაა, მანძილი 0-დან ასევე დადებითი რიცხვი არის და დაემთხვევა მას. ახლა თუ დავუკვირდებით, B-ს აბსოლუტური მნიშვნელობა უფრო მარჯვნივაა ვიდრე A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა და შესაბამისად A ნაკლები გამოდის A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა ნაკლები გამოდის B-ს აბსოლუტური მნიშვნელობაზე და აქ პირიქით წერია. ამიტომ ეს არასწორია. ეს არ გვაწყობს. შემდეგი, A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა ნაკლებია C-ს აბსოლუტურ მნიშვნელობაზე. ახლა თუ დავუკვირდებით, ვნახავთ რომ C, რადგან აქ არის და დადებითია, C-ს აბსოლუტური მნიშვნელობაც იქნება აი აქ, ხო? ეს იქნება C-ს აბსოლუტური მნიშვნელობა. და ესენი ერთმანეთს ემთხვევა. ანუ, როგორც ვნახეთ, A-ს აბსოლუტური მნიშვნელობა ემთხვევა C-ს აბსოლუტურ მნიშვნელობას. ამიტომ ესენი ერთი და იგივეა და შესაბამისად ეს ვერ იქნება ამაზე ნაკლები. ამიტომ არც ეს არაა სწორი. და ბოლოს A ნაკლებია C-ზე. ესეც მარტივად მოწმდება, A არის უფრო მარცხნივ ვიდრე C, თან A უარყოფითია და C დადებითი, ეგეც ჩანს, იმიტომ რომ 0-ს აქეთ იქით არიან. ამიტომ C მეტია A-ზე ნამდვილად და A ნამდვილად ნაკლები არის C-ზე.